Салами чему каргебу. Здравствуйте, мои дорогие друзья. Минда დავიწყო შრომელი ხალხის ყველაზე დიდი პრობლემით. შრომელი გურული გლეხის და შრომელი ხალხის პირველი პრობლემით, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი. გულისხმობ, რომ მატარებელი მახარაძე თბილისი არ გადის გურიდან სწორ დროზე არ გადის. კარგი არ გადის სწორ დროზე. კარგი მატარებელი ბათუმი თბილისი, კარგი იყოს მატარებელი ბათუმი თბილისი, როგორც ავტობუსების მაფიას სურს. თბილისი ბათუმი, რადგან მასზე ბევრი მგზავრები არის, მაგრამ მახარაძე თბილისი არ არის მაგ მატარებელზე ბევრი ხალხი, ტურისტები არ არის და ეს არის გურიდან წასული შრომელი ხალხი და პატიოსანი ხალხი. ახლა ურეთ, როცა მატარებელი გადის 11-ის ნახევარზე, დღის 11 ჩადის საღამოს თბილისში. მაგალითად, შრომელმა პატიოსანმა კაცმა რა უნდა გავაკეთო მე იქიდან 6 საათის შემდეგ, როცა ყველაფერი დაგეტილია, რაც მე მჭირდება. იქნება პრობლემა პირადად ჩემთვის, რომ დავდივარ თბილისში, არა მიმდინარეობს ადამიანების გაყოლება, პატიოსანი წესიერი ხალხი, ავტომაფიიდან. მატარებელი თბილისი, მახარაძე თბილისი ღირს 18 ლარი, კარგი მატარებელია, მაგრამ თუ ის არ წავიდა საღამოს და ღამის პირველ საათზე თუ არ წავიდა, როგორც იმ ვითომ ამ twin გამოლაყებული ხალხის იმით რა ქვია აზრით, რომელიც ვითომ ავად სახსენებელი დრო იყო კომუნისტების დრო, გადიოდა პირველ საათზე ეს მატარებელი მახარაძე თბილისი. დილას ჩადიოდა თბილისში, დილას. ხო და ხალხი, ვისაც რა უნდა მოათავებდა თავიანთ საქმეზე, საღამოს ისევ მოყვებოდა ადამიანი. ეხლა რა არის ეს? რა ხდება, რა მარაზმია? რა თმინდა მე საღამოს ჩასვლა თბილისში? რა თმინდა, რას გავაკეთებ? ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ამიტომ ეს უნდა გამოსწორდეს, ეს უნდა, რომელიც ხელოვნურად ახვენ ამ მთავრობას და იმ მთავრობას, რაც იყო 35 წელიწადია, დატანჯენ ხალხი, ასე უტვინოთ და ასე უიმოთ, რა ქვია. არ კაცი არ ზრუნავს ამაზე. და ავტობუსების ავტომაფიამ შეჭამა ხალხი, გაყლიფა ხალხი. ჯერ ერთი დრო რამდენი უნდა, გაჩერებები არის ამაში, რა ქვია, რაც არა საჭირო მაღაზიების ქსელებთან, ამ მაღაზიების ქსელები არის ნეოფეოდალები რომა საქართველოში. აგენის მაღაზიებია. ხო და ეს ავტომაფიის მძღოლები აჩერებენ პირდაპირ, გინდა არ გინდა, შენ მაინც აჩერებს. 2 ადგილას, ზოგმა 3 ადგილას გააჩერა. ღამის პირველ საათზე უნდა გადიოდეს ოზურგეთი, ახლა ოზურგეთია თუ ჩემთვის მახარაძე იქნება სულ. მახარაძე თბილისი მატარებელი უნდა წავიდეს პირველ საათზე, კიდევ გეუბნებით მთავრობის იმან, რა ქვია. ეს ხელოვნური პრობლემა, ხელოვნურად რო გაქვენ, ყველაფერი მაფიაზე მორგებულია რა, აუცილებლად ასე უნდა იყოს, პირველ საათზე უნდა გადიოდეს. რა არის ეს, რა ხდება რა? რამდენი წლის უკან ისე სულ ასე იყო, მე რაც მახსოვს. კომუნისტების და საბჭოთა კავშირის დროზე ასე იყო. ეს მახარაძე თბილისი ხო დაჟე ბათუმი თბილისის გადიოდა, დილას ჩადიოდა იქ. დილას ჩადიოდა ეს მატარებლები ყველა. ფოთი თბილისი და ეგენი. ზუგდიდი თბილისი, ჩადიოდა დილას. ასე იყო წესი და ასეა სწორი. და თქვენ ახანე
უყურე ახლა ერთი კაი ეს მაფიისი მაგრამ კიდე უყურე როგორ იწამლება საქართველოს ამ ბენზინის და იმის სუნით არავითარ ეკოლოგიაზე თქვენ არ ფიქრობთ არ ზრუნავთ ეს თავრობა არაფერზე მარტო თავიანთი ჯიბების გასყელების იმაზე ზრუნავთ აუცილებლად გეუბნებით მე აუცილებლად ღამის პირველ საათზე უნდა წავიდეს ეს მატარებელი ლანჩხუთის სადგურიდან ეხლა მეორე პრობლემა ხო ამ მატარებას არ ყავს ბენუგზავრები არ ყავს ხო ეხლა მეორე პატიოსან შრომელ ხალხს ვერ გაუშვია თბილისში და სხვაგან ახალგაზრდების სასწავლებლად რომ დაინახავენ ახალგაზრდას თუ არ ყავს მშობელი თუ არ ყავს თბილისში და ან განარკომანებენ ან გააბოზებენ და ბორდელებში გამწესებენ ეგრეთ წოდებული მამაშები როდის დამთავრდება ეს მარაზმი როდის დამთავრდება ერთი და ორი ადამიანი ამას ვერ უშველეს ერთი და ორი ადამიანი ამას ვინც არ უნდა იყოს ვისაც გულისხმობ მიხვდება ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ეს ორი ადამიანი ამას ვერ უშველის ამიტომ წინადადება შემომაქვს პატივცემულო ოცნება პატივცემულო ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე წინადადება შემომაქვს ხომ დაპირდით ქართველ ხალხს პოლიტიკური ველის გათავისუფლებას ნაცებისაგან და მათი სატელესტების და ხომ დაპირდით ტყუი ამას მე თუ ტყუი მითხარით რომ ტყუი შენ თქვა მითხარით არ გაგვიცია ჩვენ ასე დაპირება თქვა თუ გაეცით დაპირება მაშინ შეასრულეთ გაათავისუფლეთ პოლიტიკური ველი იმიდან რა ქვია ამ ნაცებიდან და ამ მათი სატელესტები და ხაზარაძები და მაზარაძე ახლა გამოუშვა იმან კიდე რა არის ეს რა მარაზმია რაღაც იჭერდით თუ კი გამოუშვებდა ეს კაცი რაღაც უშვებდით რაღაც იჭერდით ბარიღამ სააკაშვილის გაათავისუფლეთ დაამთავრეთ საქართველოს ყველაფერი თქვენ გინდათ თქვენ ოცნებას აწყობს ნაცები სულ ასე რომ იზახოს ნაცები და გაგიხმათ ტვინი ყველას თქვენ აბა როგორ გაუხმეთ თქვენ ხალხს ტვინი და გავიქენთ დაიჭერენ გამოუშვებენ დაიჭერენ რამდენჯერ უნდა გავიხნათ გამეორდეს ეს რა არის ეს ჩვენ ქართველ ხალხს არ აგვირჩევია პრეზიდენტი არ აგვირჩევია რომ ათავისუფლებს იმას კობახიძის დაჭერილს რა უფლებით ათავისუფლებს მოიგონებს საწყარჩენების თქვენ სავითი პარაზიტია იგი და იმიზა ის ხაზარაძეები და იმისი ამ ყოველ კიდევ ახლა გაათავისუფლეთ ველი კონსტრუქციული ოპოზიციის და მე თქვენ გეუბნებით თორემ თქვენი ბურდღა არ იქნება არც არავის ისე იგი ქართული ოცნების ბურდღა არ იქნება ამ წლის ბოლოს თუ არ გაათავისუფლეთ ველი კონსტრუქციული ოპოზიციისათვის მე თქვენ გეუბნებით ამას ნუ ჩამაყენებთ ისეთ მდგომარეობაში რომ სასწაული გავაკეთოთ იგერსო შევეკრა იმ ნაცებს და მასლა რომ ჩამოგაგდოთ თქვენ ყველა ნუ გამაკეთებიებთ ასეთ რაიმეს ჩვენს გვაქვს ნევრები დაგვაწყდა თქვენ თქვენი კატათაგობის თამაშით კიდე ახლა ამ კონსტრუქციულ ოპოზიციაში მე რომ მყავს აგერ შეჩეული არა აქედან ისე ისყიდიან იმას ახ igen გაუხსნეს იგენი რა ქვია სტუდიები გაუხსნეს ალბათ ხელფასსაც უხდიან და მოისყიდეს ეს ხალხი უკვე ჩემს იმას დაზახრდა ჩემ ტელეფონზე რომ ურეკავ არ პასუხობს არც ერთი რა არის ეს რა მამაძაღლობაა ეს ხელფასებსაც უხდით
ნუ გახადეთ ყველა ჩამშვები და მონები ფულზე მოსყიდული. ამიტომ ეშინიათ ჩემთან შეხვედრა. ამიტომ მოგიწვიეთ ხო, ამიტომ მოგიწვიეთ კონსტრუქციული ოპოზიცია პარლამენტში გააკეთეთ განცხადება, მოგვიწვიეთ კონსტრუქციული ოპოზიცია პარლამენტში გააკეთეთ განცხადება. თორემ ბევრმა ჩაისვარა თუ გინდათ დარჩეთ იმ ვადით რაც ქართველმა ხალხმა მოგანიჭა და პირადად ჩემმა 300,000-მა ამომრჩეველმა თუ გინდებიან 3 წელიწადნახევარი კიდევ ითამაშოთ კადათაგობია თუ არ შესრულდება ჩემი მოთხოვნა. გადავდივარ უკიდურეს ფორმაზე, დავიკიდებ ტრაფარეს და დავждები პარლამენტის შენობასთან. ვიყავი თვითონ და ნახე, არავით არის იქ კიდე მეხუთე კოლონა 2 კაცი იდგა იქ და რაღაცას იმაშობ 11 საათამდე. არავით არის არაფერი არ ყოფილა გამოსე. სპეციალურად უშვებთ რაღაცა 10-15 ადამიანს და აკეტვინებთ იქან იმას აქვე გზას რუსაველის პროსპექტს. რა არის ეს? წავიდეს გაიაროს ერთი სპეცნაზმა და დამთავრებული იქნება საქმე. არ გინდათ ქართულო ოცნება რო გააკეთოთ, რომ მოგვაცილოთ ეს მამაძაღლები. ორ სექტემბერს დავამტკიცე მე ეს. პარლამენტის წინ 2 ადამიანი იყო და მოძრაობაც იყო ყველაფერი. ხო, სტუდიები გაუკეთეთ ამ კონსტრუქციულ ოპოზიციას. ხო და წაიყვანეთ თქვენ ჭკუაზე. ხო და მე მგონი არც უნდებიან პარლამენტში შესვლა არც არაფერი. ასე კიდევ ამ ვადას აპირებთ ასე 85 კაცით იმას აქვია. თუ გინდათ ნაცები დაიჯინოთ იქინე. არ გამოგივათ ეს. ქართველი ხალხი ამას არ გაპატიებს. აღერღილია ეგრე ხო ხედავთ, აღერღილია ეგრე ჭაბუკაშვილი, აღერღილია გიორხელიძე, აღერღილია ნემსაძები. არ შეებათ იცოდეთ. დროზე წესიერად მოიქეცით, მოიწვიეთ კონსტრუქციული ოპოზიცია პარლამენტში. ხო, ეხლა ძმები ნემსაძები არის ნამდვილი ოპოზიცია და მე კონსტრუქციული ოპოზიცია ვარ ჩვენ არ ვართ საქართველოს წრები და ამ თავრობის ტერი არ ვართ. გაიგე პატივცემულო ბიზინა და პატივცემულო ჩვენ არ ვართ თქვენი მტრები. გვინდა რომ შეინარჩუნოთ ეს ვადა და მართოთ ქვეყანა თქვენს და ჩვენ რაც არ მოგვეწონება თქვენი არა ის უნდა გითხრათ ჩვენ. გითხარით რომ ერთი პრეზიდენტი იყო, მე მგონი ამერიკის პრეზიდენტი იყო, რომ თქვა რომ მეო არაფერი არ ვიქნებოდიო, ოპოზიცია რომ არ ყოლებოდა, კარგი ოპოზიციაო. კარგი ოპოზიცია უნდა ყავდეს მთავრობას, თორემ ისე მიეცემა, ისე იგი თვით გვრემას მიეცევა, რომ არაფერი არ შეაწუხებს და არ შეიძლება ეს ოპოზიცია უნდა ყავდეს მთავრობას. აგერ რამდენი ხანია უკვე, რამდენი თვეა უკვე ოპოზიცია არ ყავს. საერთოდ არ ყავს ოპოზიცია. იგენი საქართველოს და ვითამ დაიჭერთ, ახლა უშვებთ ხელახლა. მე ვიცი, რომ ყველგან მოგებას აპირებთ არჩევნებში. მე არ მაინტერესებს ლანჩხუთის გარდა, მე არ მაინტერესებს და მე მგონი მოიგებთ იმის რომ ხალხი დატერორებული ყავენ და ხალხი ელიან რაღაცებს ელიან, რა ვიცი, ზოგს ხიდების აშენება დაპირდით, ზოგს რაღაცა ის დაპირდით, ეს დაპირდით, ის დაპირდით. დაპირება თქვენ მე არ მაინტერესებს თქვენ ლანჩხუთის გარდა რას გააკეთებთ იქინე. არ გვაინტერესებს თქვენ იმას კონსტრუქციულ ოპოზიციას. არ გვაინტერესებს. აგერ არტ-ინფოს ახალგაზრდებო გეუბნებით, ვერცეთ ორს ვერ მოიგებთ, არ მოგაგებიებენ. ამიტომ შევიკრათ ერთად შევიკრათ ჩვენ კონსტრუქციული ოპოზიცია და შევიდეთ პარლამენტში უნდა, თორემ
პარლამენტიდან თუ არ უთხარი აგენ გარედან ნათქვამი და გინდა იყვირე, გინდა იჩხუბე, არ ეყურებათ აგანს, არ ეყურებათ. იქ რომ იმას იტყვი არა, ის ეყურებათ აგენ. ხო, ლანჩხუთი ისი ახლა უყური ლანჩხუთი არ არსებობს, ისია რომ ეს მაფიოზური დაჯგუფებები რომ აგენი ნაცებიც არის, ქოცებიც არის და რა ვიცი, რაც საქართველოში იგი იყო, რა ქვია, ორი პრეზიდენტის იგი არის ქალაქი. ხო, იმის არ იყო ბანდიტსკი პეტერბურგი რომ აკინო, არ დაადგა საშველი პეტერბურგს ამ პრეზიდენტის სამშობლოსო, ერთი ნორმალური ცხოვრებაო. ისე ვართ ლანჩხუთში, ორი პრეზიდენტი იყო, ორივე ნაგავი. ხო და აღარ დაადგა რომ მისი ნაშიერებიდან და მისგან განთავისუფლებას აღარ დაადგა საშველი. ლანჩხუთს არ დაგანებებთ იცოდი, არ დაგანებებთ. ლანჩხუთი არის კომუნისტური, რო ვიყავით, რო იყო ნამდვილი კომუნისტი აგერ ანდღულაძე და მე კიდევ გადმომცემაგენმა უფლება და ჩვენია ლანჩხუთის რაიონი, არ დაგანებებთ გეუბნები. ბევრი ხალხი არის დახვოცილი, სულ ყველას დაგიდებთ წინ, სულ ყველას იმას ვიზამთ. ხო, რაც ხდებოდა კიდო სააკაშვილის დროზე, შევარდნაძის დროზე, ყველაფერი ჩამოწერილი მაქვს, იცოდეთ. თქვენ სააკაშვილის და შევარდნაძის სამართალ მემკვიდრეები ხართ. თქვენ ქართულო ოცნება. სამართალ მემკვიდრეები ხართ აგენის. ხო და აგენის გენი არ უნდა მოხდეს ლანჩხუთში, ვერ უნდა გაიმარჯვოს აგენის გენმა. ლანჩხუთს არ დაგანებებთ იცოდეთ. თუ არ მოხვალთ გონს, გამზადებული მაქვს კომპრომატები, ძალიან არასასიამოვნო. თქვენ დაინახავთ. მაშინ ექსპერიმენტი ჩაატარეთ, წალენჯი ხა ჩააბარეთ ნაცებს. არ გაუმარჯვია ნაცებს იმას წალენჯი ხაში. თქვენ ჩააბარეთ ისე ერთი რაიონი. ახლა ჩვენ კეთილი ინებეთ და ჩვენ კონსტრუქციულ ოპოზიციას ჩაგვაბარეთ ეს რაიონი. არ მაინტერესებს. თქვენ დაინახავთ, როგორ უნდა მართვა ქალაქის. საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ახლა საქმე ლაპარაკის ნაცვლად ვეუბნები კონსტრუქციულ ოპოზიციას. ჩემო კარგო მიხეილ ჟღენტო, გუშინ დაგელაპარაკე და შევიკრათ უნდა ერთად შევიკრათ. ხო და დამიჯერეთ მე 79 წლის ადამიანი ვარ, პოლიტიკის და იმის მეტი არაფერი არ ვიცი. საქმე ლაპარაკი არ უნდა ამდენი ნიკოლოზ ჟავანაძე და ყველა ხართ ახლა სიაში, ახლა მე რომ წავიკითხავ. ხო და ერთ მუშტად შეკრული უნდა შევიდეთ პარლამენტში უნდა. საქმე ლაპარაკის ნაცვლად 35 წელია არჩევნებზე ტყუილი, ეს გაკეთდება, ის გაკეთდება, შემდეგ ქართველების გენოციდი მიმდინარეობს. დაიცალა საქართველო, დაიცალა ქართველებიდან საქართველო. მოდიან უცხო ტომები. ქართველები კი გარბიან. ამოვიდა ყელში ეს მარაზმი. იძულებული ვარ მივმართო უკიდურეს ზომებს. პირს ახლა არ ამოვიკერავ. თქვენ ჯინაზე პირს არ ამოვიკერავ, მაგრამ სხვანაირი მეთოდებით. ვის აწყობდა ისე? ახლა უყურე, ვის აწყობდა ლანჩხუთში ადრე შევარდნაძის დროზე რომ პროკურორის ძღოლი რომ იყო ჯვართავა თემური. ვის აწყობდა? ახალგაზრდა კაცი იყო, ჯანღონით სავსე. შეძლებული და ყველაფერი. რატო როგორ მოკტა ეს კაცი? როგორ მოწამლეთ. კიდე სხვები ევრი. არ ამალაპარაკოთ სათვითეულოდ ვიცი. ისე რამე რო კეთდება მაგალითად. ახლა უკვე ლანჩხუთში მაპირებენ წამოყენებას კანდიდატების, გინდა ხაზარაძე, მაზარაძე იყო. ხაზარაძეს და ნანუკა ჟორჟოლიანს რამდენი იგი აქვენ, იცი მოწყობილი, რამდენი ზაკაზები აქვენ მიცემული მკვლელობების საქართველოში მკვლელობების ზაკაზი აქვენ მიცემული. და ბევრი კიდე ასეთი, ბევრი ის სარჯველაძე რომ და მისი იგენი კიდე მოსკოვში ყავენ კრიშები, მაგრამ არ გამოგივათ. ხო. ეხლა გადავდივარ სიის დასა, ეს სია არის ახლა ბოლო სია.
ჩქარჩქარა ახლა ნომერს აღარ ვასახელებ. თემური პატარაია, დავით თორდია, მიხეილ ჟღენტი, რამაზ ღვალაძე, ემზარ კვიციანი, კახა კუკავა, მერაბ ჭიხაშვილი, პაატა აბულაძე, სოსო შადბერაშვილი, თემური ფიფია, ცოტნე მარღია, ირაკლი უბილავა, ირაკლი ღარიბაშვილი, ილია ლობჟანიძე, ფატი ბროლაშვილი, ნანა ალთინოგი, ვალერია კვარაცხელია, ჯონდი ბაღათურია, კოტე ფოჩხიძე, ირმა ცენტერაძე, გია გაჩეჩილაძე, თემური მაკარიძე, გულბათ რცხილაძე, მამუკა არეშიძე, შალვა ნათელაშვილი, ზური მახარაძე, გიორგი ქარდავა, გია კორკოტაშვილი, გრიშა ონიანი, დავით ჩუბინიძე, ბესო ჩუბინიძე, დიტო ჩუბინიძე, გოჩა ჯოჯუა. დემური გიორხელიძე, ვახტანგ გომელაური, ტრისტან წითელაშვილი, ნანა კობახიძე, დავით გირგვლიანი, რევაზ სახვაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო, მარიამი ლომინაძე, ქეთინო თხილაიშვილი, ნაზიმ სირალიევი, გიორგი გოგია, ანზორ ბიწაძე, ნინო ბურჯანაძიშვილი, რომა მე მგონი ანზორი ქვია. ხო. კონსტანტინე მორგოშია, ელიზბარაშვილი, გუგა კობრავა, ნიკოლოზ მჟავანაძე, თინა გოცაძე, ფრიდონ ინჯია, ირაკლი ფირცხალია, ედიშერ გვენეტაძე, ვაჟა ოთარაშვილი, თემური სამნიძე, თემური ხალვაში, გიორგი ირემაძე, სოლიდარობა მშვიდობისათვის რომ არის, თინა თოფურია, რამაზ გაგნიძე, ირაკლი დოკვაძე, ზაზა გვიმრაძე, გიორგი კერესელიძე, კახა ზაგანია, ვახტანგ ლილუაშვილი, ვატო შაქარაშვილი. ეხლა კიდე ჩქარა ესე. თემური პატარაია, დავით თორდია, მიხეილ ჟღენტი, რამაზ ღვალაძე, ემზარ კვიციანი, კახა კუკავა, მერაბ ჭიქაშვილი, პაატა აბულაძე, სოსო შადბერაშვილი, თემური ფიფია, ცოტნე მარღია, ირაკლი უბილავა, ირაკლი ღარიბაშვილი, ილია ლობჟანიძე, ფატი ბროლაშვილი, ნანა ალთინოგი, ვალერია კვარაცხელია, ჯონდი ბაღათურია, კოტე ფოჩხიძე, ირმა ცენტერაძე, გია გაჩეჩილაძე, თემური მაკარიძე, გულბათ ცხილაძე, მამუკა არეშიძე, შალვა ნათელაშვილი, ზური მახარაძე, გიორგი ქარდავა, გია კორკოტაშვილი, გრიშა ონიანი, დავით ჩუბინიძე, ბესო ჩუბინიძე, დიტო ჩუბინიძე, გოჩა ჯოჯუა. დემური გიორხელიძე, ვახტანგ გომელაური, ტრისტან წითელაშვილი, ნანა კობახიძე, დავით გირგვლიანი, რევაზ სახვაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო, მარიამი ლომინაძე, ქეთინო თხილაიშვილი, ნაზიმ სირალიევი, გიორგი გოგია, ანზორ ბიწაძე, კონსტანტინე მორგოშია, ელიზბარაშვილი, გუგა კობრავა, ნიკოლოზ მჟავანაძე, თინა გოცაძე, ფრიდონ ინჯია, ირაკლი ფირცხალია, ედიშერ გვენეტაძე, ვაჟა ოთარაშვილი, თემური სამნიძე, თემური ხალვაში, გიორგი ირემაძე, თინა თოფურია, რამაზ გაგნიძე, ირაკლი დოკვაძე, ზაზა გვიმრაძე, გიორგი კერესელიძე, კახა ზაგანია, ვახტანგ ლილუაშვილი, ვატო შაქარაშვილი. ყველა მთელი საქართველოში არსებული პარტიების, რაც არსებობს, ნაღები და ნაკრებია აქ. აგერ ჯიბეში მაქვს, აგერ ქაღალდზე დაწერილი, ორთმეში მაქვს ჩადებული. მთელი საქართველოს ისე ქოც ნაცების გარდა არა და მათი სატილეტების გარდა ყველა აქ არის, ყველა. ეხლა დავიწყებ იმის, რა ქვია, კანდიდატების ახლა. კანდიდატები. ეს იყო წევრები პარლამენტში რომ უნდა შევიდეთ. ეხლა პირველი, ხო, ესე უნომროთ ვიტყვი. ლუიზა პატარაია, მამუკა კარტოზია, მაია ნიკოლეიშვილი, თენგიზ კუნჭულია, eza ქვია, ანდღულაძე, ენვერი ანდღულაძე, ჩემთან რო არის მათ რა ქვია, დივნად. ქეთი პატარაია, თამაზი სეირანოვი. შემდეგ
მარიამ ელიეშვილი, ფერაი ყურბანოღლუ, ხიქმეთ ხასანოვი, მელიქიშვილი ხათუნა, ია ხალვაში, ნინო პაატაშვილი, ლიანა რამაზაშვილი, როზეტა კუპრავა, ეკა ძამაშვილი, რუსუდან მახარაძე, დავით ახვლედიანი, თენგო ომანიძე, მანუჩარ მაჩაძე, ყობა კუპრაძე, ბელა ურუშაძე, ალა ალოიანი, დავით ჩხეტია, თემურ შენგელია, ნინო ჭიჭინაძე, ეკა სოხაძე, ნანა გულუა, ნათელა სულუხია, შავლეკ ჭყოიძე, ზია მოდებაძე, მაია მაისურაძე, გიორგი ლომინაძე, გიორგი პაპასკირი, თამაზი ფირცხალაიშვილი, რევაზ ოკუჯავა, ბელა მოდებაძე, ამირან წილოსანი, ნონა ჭკადუა, გია გოთუა, გიორგი კანდელაკი, ონიკაშვილი ილია, გულადი ბერიძე, ხამლეტ ჭიპაშვილი, ნინი ჯულაღიძე, სოსო მანჯავიძე, იქიდან გადმოიყვანი აქ და რომ გათავისუფლდება იქ ადგილი სოსო და კიდე აქ იგი რა ქვია დიმეტრი ლორთქიფანიძე აუცილებლად გადახვალთ იქით. იქ რო მოხუცი ხალხი რომ აუცილებლად გადახვალთ თქვენ ორი პიროვნება და შემდეგ მესამე ვინ იქნება კიდევ ვნახოთ. სოსო მანჯავიძე, შემდეგ გიორგი ფოფხაძე, ნინო რატიშვილი, ზუმარის საქმე, წამყვანი რომა არღულიანი, ნატა არღულიანი და მე მგონი გიორგი არღულიანია თუ ირაკლი არღულიანი, გიორგი არღულიანია მგონი გადამავისდა. ხო, ესენი ლელა ლიპარტია მომღერალი რომა, შემდეგ ვაჟა პატარაია, გოჩა ცოფურაშვილი, თამარ კიკნაძე, ნუკა არველაძე, ბენო ხალვაში, ნათია ცანავა, მერაბი როყვან, იკა ქობალია, ბესო ხალვაში, ზეზოა სარდალაშვილი, თამაზი მოლაშვილი, კახაბერიზე არის თათია გაბრიჩიძე, თათია მაჩაიძე, ნინა ტარასოვა, გიორგი ახლოური, ალექსანდრე ზირაქიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ზაზა შელია, თამუნა მიქელაძე, თორნიკე ბოლქვაძე, ზური ნაჭყებია, აკაკი ასათიანი, დავით სულავა, თემური სალუქვაძე, გიორგი გაბიზაშვილი, ზია ბერიძე, თაია აკაკი წურწუმია. შემდეგ ავიკ მელქონიანი, ნონა ჯღარკავა, ივანე მეფარიშვილი, სპირდონ სკიპურიშვილი, გიორგი ქარცივაძე, ოთარი ჯულუხაძე, ბაქარი ბერეკაშვილი, დავით კალანდია, ნიკა ბექაური, შოთას გვარი ვეღარ გავიგე, ისტორიკოსი არის სუსტი ბიჭია, გამოდიოდა იმას ლობჟანიძესთან. კარგად მომეწონა, რა კარგად ილაპარაკა. ელდარ კუპრავა, თამარ ალადაშვილი, ლევან მამფორია, შორენა გიორგაძე, კოტე მიქაძე, ბადრი მარგიანი, ალიკა ასლანიანი, თემური გოგსაძე, ლიზიე შერვაშიძე, დოდო ბაღდავაძე, რომან ჩხაიძე, ბაჩო სულავა, რუსო დოღონაძე, ზაური აბულაძე, დავით ჩირგაძე, კახა დაუშვილი, ყობა სილაგავა, ქეთი დოლიძე, ნიკა ჩირგაძე, თორნიკე კერესელიძე, ლევან ჩაჩუა, გიგლა გობეჩია, გიორგი მდივანი, ლიზი სუხიაშვილი, სოფიკო სოხაძე, დათო პატარაია, ჯუმბერ თავართხილაძე, თეიმურაზ მელაძე, დავით კუხალაშვილი, დავით მარგალიტაძე, არჩილ მინდიაშვილი, რელიგიის მსახური რომა, ენზელა მაღალაშვილი, მაია მაჭავარიანი, მამუკა წკრიალაშვილი, ირინე გველესიანი, მაია მელაშვილი, ვახო ფიცხელაური, იოსებ ჯინჭარაძე, ჯამბულ ქავთარაძე, გოჩა მუმლაძე, ლევან კაშმაძე, შმაგი ლურსმანაშვილი, გიორგი მამალაძე, გოჩა სურმანიძე, ჟიული სეფერთელაძე, ლიკა გამრეკელი, დავით ჭაბუკაშვილი, ზაქარია როჭიკაშვილი, ზაზა კაკალაძე,
ხუციშვილი, ეთერი, კუსა, გიო, ინგა, თაზო, ამათ გვარები მითხარით გამაგებინეთ, თორემ ისე არ ვიცი თუ ვერ მიიღებთ ისე, თუ გვარები არ გამოჩნდა ეთერი, კუსა, გიო, ინგა, თაზო, შალვა მაღრაძე, ირმა ცხორაგაული, ვალერი წულაძე, ირაკლი იმნაიშვილი, გია ბაინდურაშვილი, ზვიად ველიაძე, ნინი ლილუაშვილი, ვაჟა ლომაძე, გიზო სილაგავა, ზაზა დავითაია, ანზორ შერვაშიძე, მიშო თათარაიძე, გიგა ჭაბუკიანი, იური სარჯველაძე, აქ როგორ უყავს იცი, ისე იგი გაიყოფენ იმთან ხას ორი იური სარჯველაძე და ებრალიძე გურამი, თემური მექვაბიშვილი ცალკე იქნება, მარტო აიღებს იმას, ზაზა ფირცხალაიშვილი და ბახვა უშაძე ასევე კიდო გაიყოფენ, ზაზა არობელიძე, თემურ მაისურაძე, სამტრედიელები, ორი კაცი და იაკობ ჯერემი და ამით დამთავრდა მეტი სია აღარც გადასწორდება და აღარც გადმოსწორდება. ეს ვართ, ვისაც არ გინდათ წაბრძანდით, ვისაც რუსეთი არ უნდა კიდევ ლაპარაკობ, ვისაც არ უყვარს, უყვარებაზე კი არა საქმე, ვისაც არ უნდა, ისე იგი კეთილ მეზობლად და რუსეთის ჭდილში ყოფნა. ხო ხედავთ რა მოხდა, ხო ხედავთ, მალე თქვენ დაინახავთ, რომ დაიშლება ევროკავშირი, დაშლილია უკვე, დაშლილი სლოვაკეთი არ ემორჩილება, ბულგარეთი არ ემორჩილება, უნგრეთი არ ემორჩილება, ხო და იგი კორუმპირებული ემორჩილებიან იქიდან, რომელიც არის კიდევ სქესს გადაგვარებული და რა ვიცი, საზიზღარი პიროვნები, დამთავრებულია ევროკავშირის საქმე. აგერ შეიქმნა აზიაში, ისე იგი უდიდესი მეორე პოლუსი. ზოგი ძახის მრავალი პოლუსი არ არსებობს. შეიგნეთ ტვინში, რომელიც დედამიწას აქვს ორი პოლუსი, სამხრეთი და ჩრდილოეთ პოლუსი. სამი პოლუსი არ შეიძლება იყოს და 4 პოლუსი, რომ ზოგმა რომ უვიცი პოლიტიკოსები გამოდიან და მრავალ პოლუსიანი ძახს. არ არის ორ პოლუსიანია ახლა შექმნილი. ერთი პოლუსი არის ამერიკა, უდიდესი ეკონომიკა, უდიდესი და მეორე პოლუსი არის რუსეთი და ჩინეთი ერთად და დაემატა ამას ინდოეთი კიდო და ჩრდილოეთ კორეა, ხო და ირანი. აი, ნახავთ თქვენ რა მოხდება მალე, ნახავთ, აგერ თქვენ ახალგაზრდები ხართ, ნახე რა მოხდება. ამათი არის ამ აზიური შოსი რომაში, შანხაის კი ორგანიზაცია სოლიდარო, ხო, შოსი ქვია ამას რუსულად. ამის არის მომავალი. და ბრიქსის და ამის მომავალი არის, თქვენ დაინახავთ ახალგაზრდებო. ასე და ამრიგად მე დავამთავრე ამ სიის გადაცემა, მეც აღარ იმას ვიზამ, აღარ გამოვაცხადებ ამ სიას. ხო და კარგად ბრძანდებოდეთ ყველა. 15 რიცხვი ჩავალ მე თბილისში დაველაპარაკები მიხეილ ჟღენს. დაველაპარაკები პირდაპირ. არ მინდა მე ტელეფონზე ლაპარაკი. ჩვენ რაღაცას ვილაპარაკ. 15-ის მერე ვიქნებიო თქვა, ხო და 15-ის მერე გადაწყდება ისე შევალ თუ არა პარლამენტში. 15-დან 20-მდე ალბათ. ხო, და კარგად ბრძანდებოდეთ ყველა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.